საქართველო და მსოფლიო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, კავკასია და საქართველოს მეზობლები, ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა და კონფლიქტები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ანალიზი და კომპეტენტური სტუმრები, ჩვენი თანამემამულეების საქართველოს ფარგლებს გარეთ და დიასპორის საკითხები. ვახო სანაიას გადაცემა საქართველო და მსოფლიო. საღამოშვიდობისა მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა საქართველო და მსოფლიო. მე ამ გადაცემის წამყვანი ვახო სანაია ვარ. დღევანდელ გადაცემაში გვეყოლება ორი სტუმარი. გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი და გადაცემის მეორე ნაწილში საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს შეაფასებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე. ჩვენ საუბარს ვიწყებთ ბატონ ლევან დავითაშვილთან. მოგესალმებით. მოგესალმებით, მიესალმებით კონსულტანტებს. დიდი მადლობა რომ ხართ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ჩვენს რადიო მსმენელებს ვეტყვი რომ ჩვენი საუბარი დაიწყება რუსულ ბაზარზე, ქართული ღვინის მომავალზე რუსულ ბაზართან დაკავშირებით, ასევე ვისაუბრებთ ქართულ ღვინოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, ბაზრის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით. მოდით პირველი შეკითხვით დავიწყოთ, რა ეტაპზეა ქართული ღვინის საკითხი, რომელიც უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე? რა ეტაპზე ვართ ახლა ამ წუთას? მოგახსენებთ, მე მინდა ვთქვა, რომ კონკრეტულად შეიძლება რამდენიმე დღეში ქართული ღვინო უკვე გამოჩნდეს რუსულ ბაზარზე, იმიტომ რომ როგორი იყო პროცესი, მთლიანად მოლაპარაკების მოლაპარაკების შედეგად ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე პროცედურულ საკითხს. ეს იყო კონკრეტულად ქართული ღვინის კომპანიების გაცნობა რუსული მხარის მხრიდან. ეს ამბავი დასრულდა, როგორც იცით, ორი ვიზიტი შედგა რუსული დელეგაციის. მათ ფაქტიურად 80-ზე მეტი კომპანია დაათვალიერეს ამ ორი ვიზიტის განმავლობაში. პირველ ჯერზე იყო ნახევარი კომპანიები, დარჩენილი კომპანიები შემოწმდა გასულ კვირას. ამის შემდეგ კომპანიებს მიეცათ უფლება, რომ დაარეგისტრირონ თავიანთი პროდუქტები რუსულ ბაზარზე. ანუ თითოეული პროდუქტი, რომელიც შედის რუსეთში, ეს ეხება ალკოჰოლს და არა მარტო ალკოჰოლურ პროდუქტს, საჭიროებს სახელმწიფო რეგისტრაციას. იმ კომპანიებს, რომელსაც საშუალება მიეცათ, ანუ მწვანე შუქი აენთოთ, შეეძლოთ უკვე რეგისტრაციის დაწყება და შემდეგ უკვე რამდენიმე კომპანიას დასრულებულიც აქვს. დღეისთვის მინდა გითხრათ, რომ 3 კომპანიას აქვს რეგისტრაცია დასრულებული, სახელმწიფო რეგისტრაცია, 40-ზე მეტი დასახელების პროდუქტი დაარეგისტრეს ამ 3 კომპანიამ. ანუ ამ კომპანიებს უკვე შეუძლიათ ხვალიდანვე დაიწყონ რუსეთში ექსპორტირება. ანუ ამ 3 კომპანიისთვის უკვე არანაირი ვთქვათ ესეთი დაბრკოლება არ არსებობს, აი შეუძლიათ თავისი ღვინო წაიღონ უკვე რუსულ ბაზარზე და დახლებზე გამოჩნდეს. დიახ, ასეთია პროცედურა რუსეთში, როცა სახელმწიფო რეგისტრაცია სრულდება, გაიცემა სპეციალური მოწმობა სახელმწიფო რეგისტრაციის, ამ პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ერთიან საბაჟო სისტემაში ელექტრონულად აისახება და ამის შემდეგ უკვე არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს, რომ კომპანიებს უარი ეთქვეს რუსულ ბაზარზე გასვლის. საჭიროა აქციზების მიღება, ტექნიკური პროცესია, ესეც რაღაც რამდენიმე დღე მას ჭირდება რომ მიიღონ კომპანიებმა აქციზური მარკები, ეს აქციზური მარკები იგზავნება შემდეგ საქართველოში, თავის დაბაჟება, გამბაჟება ჭირდება, მერე უშუალოდ პროდუქციის მომზადება, აქციზების დაკვრა და გაგზავნა. ანუ რამდენიმე დღე ვამბობ ცოტა მოკლეა, ალბათ 1-2 კვირა ამას დაჭირდება, რომ ტექნიკურად შევასრულოთ ის, რომ პროდუქცია მზად იყოს და მივიდეს საზღვამდე და შევიდეს რუსულ ბაზარზე. თქვენი აზრით, რამდენი კომპანიის გასვლას უნდა ველოდეთ რუსულ ბაზარზე? მე ვფიქრობ, რომ ყველა ვინც სრული დააფიქსირა, ალბათ ყველა შეძლებს რუსულ ბაზარზე გასვლას, ანუ ვისაც დააფიქსირა სურვილი და შემოწმების შედეგად თუ დათვალიერების შედეგად რუსულ მხარემ სათანადო ჩათვალა, რომ ისინი სათანადო დახჭურულები მომზადებული არიან, რომ რუსულ ბაზარზე იმუშაონ, ანუ შეესაბამებიან მათ მიერ წარმოდგენილ სანიტარო-ჰიგიენურ და უსახლის უსაფრთხოების ნორმებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეთი კომპანია 60-ზე მეტი იქნება ჯამში, იმიტომ რომ მეორე ვიზიტის ოფიციალური შედეგები ჯერ კიდე არ გამოქვეყნებულა, სავარაუდოდ ჩვენ ამ ინფორმაციას ველოდებით ხვალ. პირველი ვიზიტის შედეგად 36 კომპანია დაიშვა რუსულ ბაზარზე, ანუ ამ ყველა კომპანიას დარწმუნებული ვარ, რომ ყავს თავისი პარტნიორი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი კომპანია და შეძლებს რუსულ ბაზარზე გამოჩნდეს. ჩვენ თქვენთან დღეს არ ვსაუბრობთ თქვათ პოლიტიკურ კონტექსტზე, ჩვენ წმინდა ეკონომიკურ საკითხებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს იყო თავიდანვე პოლიტიკური საკითხი და ახლაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლების, მოდით ასე ვთქვათ. მაგრამ როდესაც თქვენ ამ ტექნიკურ საკითხებს გადიოდით, მოდით შევადაროთ, რა გადიოდა რუსულ ბაზარზე მანამდე ვიდრე დაწესდებოდა ეს ემბარგო და რა გადის დღეს. პოლიტიკური საკითხი გასაგებია, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით. აი მაშინ გახსოვთ თქვენ სკანდალური განცხადება მაშინდელი თავდაცვის მინისტრის. ანუ რა შეიცვალა?
არსებითად დღეს მაშინ ცუდი ღვინო გადიოდა და დღეს კარგი ღვინო გადის ამას ამბობენ დღეს რუსები ტექნიკური თვალსაზრისით ისინი ტექნიკური თვალსაზრისით ბუნებრივია ისინი ვერ იტყვიან რაღაც პოლიტიკურ მიზეზებს და ვერ იტყვიან რამე პოლიტიკური მიზეზის გამო ხდებოდა ასეთი რაღაც თუმცა ისინი ამბობენ რომ ტექნიკურად ისინი მოელიან პირველი შეხვედრა გავიხსენეთ მოდი როდესაც ჩვენ წამოვიწყეთ რაღაცა მოლაპარაკები მიდიოდა სამუშაო პროცესი და მერე შედგა ჩვენი ვიზიტი რუსეთში დიახ მათი განწყობა იყო ესეთი რომ ჩვენ ვიცით ბევრი რამე გვსმენია თქვენი ღვინის ინდუსტრიის პროგრესის შესახებ და მოველით რომ თქვენი ღვინის ინდუსტრია ამ შემთხვევაში უფრო ადეკვატურია, უფრო წინ არის, უფრო განვითარებულია, უფრო კარგ პროდუქტს შემოგთავაზებს. ანუ განწყობა ესეთი დააფიქსირეს იმათ შეხვედრის დროს ან ტექნიკურ საკითხს თუ მიუბრუნდებით, ხო, დიახ, ისინი პირდაპირ ასე აცხადებენ, რომ ელოდებიან უკეთესი ხარისხის ღვინოს. ის რაც ადრე იყო, დაუშვათ მათი აზრით, დაუშვათ პოლიტიკას ისევ თავს ვანებებთ. დეფექტური, პრობლემატური, ისეთი რომელიც საფრთხეს უქმნიდა რუს მომხმარებელს, დღეს ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება საქართველოსთან წავიდეს ხარისხიანი პროდუქტი. ამის გამოც ისინი ამბობენ, ეს არის საფუძველი და არა დაუშვათ სხვა. რას ველოდებით ჩვენ თქვათ აი რუსული ბაზარი გაიხსნა ქართული ღვინისთვის. მოდით განმარტოთ, გითხარით თქვენი მოსაზრება და რას ნიშნავს ეს ქართული ეკონომიკისთვის, რას ნიშნავს ზოგადად ღვინის ბიზნესისთვის. რა წილი გავა ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე? საერთოდ რა შეიცვლება ამით, როდესაც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო დავუდგათ? არ უნდა ვიყოთ მთლიანად ორიენტირებული რუსულ ბაზარზე და არც ერთ სხვა ბაზარზე, ეს არის ბუნებრივი, ეს არ არის რამე რაღაც დიდი სირთულე, ეს არის სწორი მარკეტინგის პოლიტიკის დაუშვათ ნაწილი, რომ იყოს შენი ექსპორტის თუ გაყიდვების პორტფელი დივერსიფიცირებული, ხო? რაც შეეხება რუსულ ბაზარზე, რუსული ბაზარი უდაოდ ყველანაირი პირობის გაათვალისწინებითაც მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმზიდველ ბაზრად ქართველი მწარმოებლისთვის. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე დიდია რუსულ ბაზარზე ცნობადობა და ყველაზე მეტი პოტენციალია გაყიდვის. გაყიდვის რამდენიმე არხია, სადაც დიდი გაყიდვის საშუალებები ეძლევა ქართულ ღვინოს, რაც სხვა ბაზრებზე არ არის, ან დაუშვათ ლიმიტირებულია, ხო? ან ცნობადობა არის პირველი ის საკითხი, რომელიც ყველაზე დიდი შემოფერხებელია ქართული ღვინის გაყიდვის და ბაზრებზე დამკვიდრების სხვა ქვეყნებში და რუსეთში 200 წლიანი ჩვენი როგორც არ უნდა ვთქვათ რაღაცა ნებაყოფლობით თუ ძალით ურთიერთობის გამო ეს ცნობადობა რუსეთში ჩამოყალიბებულია. აქედან გამომდინარე რუსეთში ძირითადად დიდი პოტენციალია მართლა ქართული ღვინის გაყიდვის ეკონომიკაში და ციფრებს რომ მიუბრუნდეთ ეს ჩვენი შეფასებით არ უნდა იყოს 10 მილიონ ბოთლზე ნაკლები პირველ წელს, იმიტომ რომ ჩვენ ალბათ ამის პოტენციალი გვაქვს გაყიდვის. ეს რამდენი პროცენტია ბატონლევან თლიანი ღვინის წარმოება? ერთი წლის შემდეგ ეს შეიძლება იყოს 25%. 25% ჩვენი ღვინის ექსპორტის, არა წარმოების, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქართველები უფრო მეც მოიხმართ შიდა ბაზარზე, თუმცა ბოთლში ჩამოსხმული ფორმით არა, ძირითადად ჩამოსასხმელი სახით, მაგრამ ექსპორტის 20-25% შეიძლება იყოს. ეს მნიშვნელოვანი ციფრია თან იმის გათვალისწინებით, რომ ეს ციფრი იქნება მზარდი შემდეგ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამაზე ეს რაღაც ჩვენი ანალიზის და ჩვენი პროგნოზების საფუძველზე შეგვიძლია ესეთი რაღაც განვაცხადოთ. ამავე დროს რუსული ბაზარი მარჟით რაღაც ცოტა უფრო მიმზიდველია, უფრო მაღალ ფასში შეიძლება ქართული ღვინო რუსულმა ბაზარმა მიიღოს ვიდრე დაუშვათ მეზობელ ქვეყნებში, იგივე უკრაინა და ბელორუსი. იმის გათვალისწინებით უფრო მაღალ მწყიდველობით უნარიანი ბაზარია რუსეთი. შესაბამისად ფინანსურად ეს უფრო საინტერესოა. აი ქართული ღვინო აძლევს ეს ქართულ ღვინის ინდუსტრიას. უბრალოდ შეინიშნება გამოცოცხლება ზოგადად ახალი დიდი ბაზრის დამატება. ეს არის რუსეთი თუ ნებისმიერი სხვა იყოს, დაუშვათ ჩინეთი რო გვემატებოდეს, ხო იქნებოდა ესეთივე კარგი კუთხით რო ვთქვა, კარგი გაგებით აჟიოტაჟი, რომ ღვინის დარგში უფრო მეტი ინვესტიცია მოიაზრება ახლა, უფრო მეტი ადამიანი, ვინც დაინტერესებული ამ საქმის კეთებით, ან ენთუზიაზმი უჩნდება. ბატონო, მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ემბარგო იყო დაწესებული, ქართული ღვინო ვერანაირი გზით ვერ შედიოდა რუსეთში? შედიოდა შეზღუდული გზით, რა თქმა უნდა, ეს უფრო გაადვილდა ალბათ ერთიანი საბაჟო კავშირის შექმნის შემდეგ, იმიტომ რომ საზღვრების კონტროლი უფრო მსუბუქი გახდა. შედიოდა ალბათ ცოტა ოდენობით აზერბაიჯანის მეშვეობითაც, მაგრამ ეს აი ამ შეფარული თუ ბარიერებით შესვლა სხვა რამეს გულისხმობს, ეს გულისხმობს იმას, რომ ღვინო ძვირდება და ის ღვინო, რომელიც უნდა ღირდეს მომხმარებლის დაუშვათ $10 პირობითად ახზე, ის $30-35 იყიდებოდა ამ რეალობაში. ანუ შესაბამისად იმდენი ვერ გაიყიდებოდა. ბატონო, რა მაინტერესებს, აი საშუალო ფასზე ჩამოვარდა ხა ახსენეთ, ხო თქვენ პირობითი თანხა.
საშუალო ფასი ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე რა იქნება ძალიან საინტერესოა. ნუ მე მესმის რომ სხვადასხვა სახეობის ღვინოზეა ლაპარაკი, მაგრამ არსებობს დასავლეთიდან შემოსული ღვინო, რომელიც ღირს ძალიან იაფი. კონკურენცია ქართულ ღვინოს არ მოუწევს დღეს რუსულ ბაზარზე. მოუწევს, ჩვენი მთავარი კონკურენტები რუსეთის ბაზარზე იქნება ისევ ის ღვინოები, რომელიც სხვა ბაზრების მთავარი კონკურენტები არიან, ეს არის ახალი სამყაროს ღვინოები, პირველ რიგში ჩილე, არგენტინა, ასე შემდეგ. რუსეთში განსაკუთრებით ჩილია კარგად დამკვიდრებული და ამავე დროს იაფი ფრანგული ღვინო. ანუ მოგვიწევს კონკურენცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვლევას რომ გადავხედოთ, მომხმარებელთა 45% გამოკითხული, ბოლო რაღაც გამოკითხვები რუსეთში რაც არის, აფიქსირებს, რომ ის მზად არის, რომ ქართული ღვინო გასინჯოს პირველი შემოტანის დროს. თუ ღვინის ხარისხი მისაღებია, ის აფიქსირებს, რომ გააგრძელებს ამ ღვინის მოხმარებას, იმიტომ რომ არის თქვენ ციცით ასაკობრივი რაღაცა სხვადასხვა კატეგორია, ძველი ასაკის ხალხს რაღაც ნოსტალგია აქვს და იმის გამო შეიძლება ეს ღვინო დალიოს, ახალგაზრდებს შეიძლება უკვე რაღაც თვალსაჩინო. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ეს ნოსტალგია შეიძლება მითი იყოს. მე ვერ ვიტყოდი ამას. მაშინ ასე ვთქვათ, მე უშუალო კონტაქტი მაქვს ძალიან ბევრი იმპორტიორ დისტრიბუტორ კომპანიასთან, რომელსაც ქართული ღვინის პოვნა და შოვნა სურთ. და ასეთი დიდი მოზღვავება ინფორმაციის დაინტერესებული კომპანიები მიმართავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, რამენერად კონტაქტზე გავყვანთ ქართულ კომპანიებს. ჩავთვალოთ, რომ ერთ კომპანიაზე მოდის 4-5 ასეთი დაინტერესებული იმპორტიორი თუ დისტრიბუტორი. ეს არ არის ის ხალხი, რომელსაც უნდათ ენთუზიაზმის საფუძველზე ბიზნესი შექმნა. ეს არის ჩამოყალიბებული ბიზნეს სტრუქტურები, რომელიც რუსეთში მუშაობა შესაბამისად იმათ უფრო მეტი ანალიზი აქვს და ისინი უფრო მეტად გზნობენ ბაზარზე არის თუ არა მოთხოვნა. ეს ერთია. ჩვენ ესე იგი სანამ რეკლამაზე გავალთ, ორ შეკითხვას დაგისვამთ კიდევ. პირველი, ანუ ზოგადად ქართული კომპანიების წარმოებას რამდენად გაზრდის ის, რომ რუსულ ბაზარზე აღმოჩნდება ქართული ღვინო? ჩავთვალოთ, რომ დღეს ქართული კომპანიები ჩვენი შეფასებით ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნას, რა მოთხოვნაც რუსეთიდან მოდის. პირველ წელს. მერე შესაბამისად აეწყობიან და თველის დროს დაგეგმავენ სხვანაირად. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური იყოს ეს რუსეთის ბაზარზე ჩვენი წარმოდგენა და ჩვენი ექსპორტი. თორემ როგორც იცით, ღვინო არის გრძელვადიანი მიდგომა ჭირდება ღვინის ბიზნეს, დიდი ხნით ადრე საჭიროა ინვესტიცია, უნდა თველის დროს მიიღო ყურძენი, გადაამუშავო, დიდხანს ელოდები ვიდრე ის ღვინოთ იქცევა, ვიდრე გაყიდდა, ვიდრე ფულს მიიღებ. ამიტომ ძალიან სათუთი ბიზნესია და ძალიან საფრთხილო ბიზნესიც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა იყოს რუსული ბაზრის მიმართ, რომ ჩვენ კომპანიებს არ შეექმნათ დიდი რყევები. ის რომ თქვათ რუსული მხარე ამოწმებს, როგორი არის ქართული ღვინო, ხო? ნუ ამაზეც სხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ეს რამდენად იძლევა გარანტიას თავად იმისა, რომ ნამდვილად ხარისხიანია ქართული ღვინო. ხშირად აქაც ადამიანებს უჩნდება შთაბეჭდილება, რომ ისინი არ სვამენ მაინც და მაინც ხარისხიან ღვინოს. ხო, ხარისხი ორი რამეა, რუსეთის. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ კი, თქვათ, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თქვა, რომ ქართული ღვინო უნდა შემოვიდეს, ის შევა ყველა ვარიანტში. მოდით ასე მარტივად არ შევხედოთ საკითხს, ამის მერე როცა ითქვა, რომ დავუშვათ ქართული ღვინო შემოვიდეს, რუსულ მხარესთან ჩვენ გქონდა რა ვიცი, ძალიან დიდი რუტინული სამუშაო და ბევრი ინფორმაცია ჩვენი მხრიდან მომზადდა, გადავეცით. ანუ ღვინის ეროვნული სააგენტო 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა 2-3 თვის განმავლობაში მთელი დატვირთვით, რომ ჩვენ მოგვემზადებინა ყველა ის დოკუმენტი, რაც მათ ჭირდებოდა, თუ დარწმუნებულიყვნენ იმაში, როგორ ხდება ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ადგილზე და რამდენად ის ადეკვატურ ხარისხის პროდუქციას მიაწვდიდა რუსულ მხარეს. მე ვფიქრობ, რომ ხარისხის კონტროლის ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორმა კონტროლთან, ეს არის ქართული კონტროლი ექსპორტირებისას, რომელიც ძალიან მკაცრია და ჩვენ ისე არ ვუშვებთ უკონტროლო პროდუქცია ექსპორტზე. და მეორე მხრივ დამატებითი კონტროლი რუსული მხარიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსი მომხმარებელი ზედმეტად კონტროლებულ, ზედმეტად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქართული საქართველოს ხარისხიანი პროდუქცია შეკითხვა სანამ რეკლამაზე გავალთ. აი ქართველი გლეხით ელოდება ყურადღებით აკვირდება, ხო, ამ პროცესს. და ისვამ შეკითხვას, მე რას მივიღებ იქიდან, რომ რუსულ ბაზარზე გავა ქართული ღვინო და ზოგადად ეკონომიკური მოგება რა არის სახელმწიფო, აი ციფრებში თუ არის დათვლილი, რასაც ელოდება სახელმწიფო. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად რუსულ ბაზარზე დაბრუნებით ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი შეიძლება მივიღოთ, ვიცით, რომ ძალიან დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს ზოგადად ყველა პროდუქტის მიმართ, ხომ?
როცა ქართული ღვინო დაიკეტა, ქართული ღვინისთვის რუსული ბაზარი დაიკეტა, ძალიან ესეთი შეფასებები იყო, რომ ეს დიდი არაფერია, თუმცა დარგში მომუშავე ხალხი ცოტა უფრო მეტად ეკონომისტები ამას სწორ ანალიზს გაუკეთებდნენ, ეს მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო. ვთქვათ 10-20 მილიონი, ხო, იდეაში თავის დროზე იყიდებოდა 50 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო, რომელიც რეალურად იყო ნომინალურად დაახლოებით 70 მილიონი დოლარის, თუმცა რამდენიმე 100 მილიონი დოლარის, 200 მილიონამდე დოლარის ექსპორტი იყო, იმიტომ რომ იყო მაგ დროს არა სხვადასხვა ფორმით ფულის შემოდინება ამ ღვინის ექსპორტიდან. ამას დავუმატოთ ის, რომ ფული მულტიპლიკატორის ეფექტით მრავლდება. ღვინის დარგი არ არის რაღაც ცალკე აღებული დარგი, ამას ებმევა დამხმარე ინფრასტრუქტურა, ყუთის წარმოება, სხვადასხვა დამხმარე მასალის წარმოება, ტრანსპორტის ინდუსტრია, რომელიც ასევე ღვინოზეა მიბმული. ხო, ეს დაახლოებით ციფრებში რამდენიმე 100 მილიონ დოლარს უდრიდა, დავუმატოთ მინერალური წყლები და ასე შემდეგ და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. ანუ ჩვენ შევხედოთ, რომ ერთ წელიწადში ჩვენ რა თქმა უნდა ამ პოზიციებს ვერ აღვიდგენთ რუსულ ბაზარზე, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ეს რამდენიმე 100 მილიონი დოლარის ექსპორტი უნდა იყოს. ასეთი დიდი პოტენციალი, მე ვფიქრობ, უგულესაყოფი არ შეიძლება იყოს. გასაგებია, განვაგრძოთ ჩვენი საუბარი რეკლამის შემდეგ, მე რადიო მსმენელებს შევახსენებ, ჩვენი სტუმარია ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი. საქართველოს და მსოფლიო ვახო სანაიასთან ერთად. გადაცემა საქართველოს და მსოფლიო კვლავ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილია ჩვენი სტუმარი და ქართული ღვინის შესახებ ვსაუბრობთ. რუსულ ბაზარზე ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში. მოდით გადავიდეთ სხვა საკითხებზე. რა არის გარდა რუსული ბაზრისა პრიორიტეტი ქართულმა ღვინომ, როგორ უნდა გაიკვლიოს გზა სხვა ბაზრებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი ქართული ღვინისთვის დღეს რომელია გარდა რუსული ბაზრის? დიახ, ანუ ძალიან საინტერესო კითხვა. ამ ბოლო დროს თითქმის მთლიანად რუსულ ბაზარზე გვიწევს საუბარი და ყურადღების მიღმა გვჩება სხვა ბაზრები, ან ის ძალისხმევა, ან ის მუშაობა, რომელიც სხვა ბაზრების ათვისების მიმართულებით მიმდინარეობს. რატომ არის რუსული ბაზარი მნიშვნელოვანი? აღვნიშნეთ, რომ იმიტომ რომ იქ არის დიდი ცნობადობა ქართული ღვინის, ხომ? არის მილიონამდე ქართული ემიგრანტი, არსებობს ქართული ეთნიკურ რესტორნებში ყველაზე მეტი არის ქართული რესტორანი რუსეთის ბაზარზე. ეს არის ის წყარო, გაყიდვის არხი, სადაც ქართული ღვინოს აქვს საშუალება, რომ მარტივად გაიყიდოს და როგორც წესი რესტორანი არის კარიბჭე, შემდეგ უკვე ასე ვთქვათ მაღაზიებში და უფრო ტრადიციულ ბაზარზე ღვინის გაყიდვის. აი სხვა ბაზრებზე ჩვენი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ არ არის ადეკვატური ცნობადობა, არ არის ცნობადობა რაც რუსეთშია, არც ქართული რესტორნებით არის განებირებული მსოფლიო, თითოეულა მსოფლიოში რუსეთის გარდა. ქართული ღვინის და ერთად საქართველოს ცნობადობაა ძალიან დაბალი, ამიტომ ეს არის ის პრობლემები, რომელიც ქართული ღვინის წარმატების გზაზე დგას, ასე ვთქვათ. შესაბამისად, მოცემულობა ისეთია, რომ ქართული ღვინო რუსეთის გარდა ცნობილია ისე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ამჟამად დსთ-ს სივრცეში, შესაბამისად პირველი საექსპორტო ბაზარი დღეისათვის რუსეთის არარსებობის შემთხვევაში არის უკრაინა, შემდეგ მოსმენდება ყაზახეთი, მერე საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკები, ევროკავშირის, ბალტიის ქვეყნები და ასე შემდეგ. და უკვე ევროკავშირში ცოტა დასავლეთით თუ გადავინაცვლებთ, პოლონეთი, სადაც მეტი პოტენციალი გვაქვს, სადაც კარგი ზრდა გვაქვს. ჩვენი აზრით, ჩვენი შეფასებით, ამ მოცემულებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, ძალიან კონსერვატორულია დასავლეთ ევროპელი მომხმარებელი და ახალი სამყაროს ღვინოებსაც კი უჭირს იქ ფეხის მოკიდება, რომელიც ძალიან კონკურენტულიანია თავისი ხარისხითა და ფასით, ხო? აი გერმანიაში, ჩილე, ავსტრალია და ასე შემდეგ ვერ არის ფეხმოკიდებული, უნდა სწორი ანალიზი გავაკეთოთ და უნდა სწორად შევაფასოთ, სად გვაქვს პოტენციალი და სად დღის ჩვენი ძალისხმევის დახარჯვა, რომ შედეგი მივიღოთ. პოლონეთი მაგალითად მიტოვებული იყო და დიდი ხანი არავის არ ახსოვდა, თუმცა ბოლო წლებში გვაქვს ყოველ წელს 100%-ზე მეტი ზრდა. ეს არის ქვეყანა, სადაც საქართველოს მიმართ აქვს ლოიალური დამოკიდებულება, პოზიტიური დამოკიდებულება, კარგი განწყობები და კარგთან ასოცირებულია საქართველოს ზოგადად. ბუნდოვანად ახსოვთ, რომ საქართველოს ღვინის წარმოებელი ქვეყანა იყო, ანუ მათთვის სურპრიზს არ წარმოადგენს ქართული ღვინის ნახვა და სწორი თანამედროვე მუშაობის შედეგად გარკვეული შედეგის მომტანი არის. დაუშვათ ეს ზრდა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ანუ პოლონეთი ჩავთვალოთ, რომ ერთ-ერთი ბაზარია. კიდევ ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს ჩინეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. როგორც იცით, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც სწრაფად ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში,
ცხოვრების დონე იმატებს ყველაზე სწრაფი ტემპით ამ ქვეყნებში, შესაბამისად ცხოვრების ტემპის ცხოვრების ხარისხის ზრდასთან ერთად თვითონ ცხოვრების სტილი იცვლება და გადადიან ღვინის ხმაზე. ჩინეთი თუ აქამდე სვამდა ერთ ჭიქაზე ნაკლებ ღვინოს, ის უკვე დღეს 2-3 ბოთლს სვამს და ის რამდენიმე ხანში ალბათ ერთ მოსახლეობაზე, ერთ სულ მოსახლეზე შეიძლება 5 ლიტր ბოთლამდე 5 ლიტრზე წავიდეს. ბატონო, აი ცნობადობა ახსენეთ თქვენ პრობლემა, ხო? თქვათ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღმა. კი ბატონო. კიდევ სხვა სერიოზული პრობლემები რა არის გარდა ცნობადობის? აი ვისაუბროთ თქვათ ფასზე, ხო? კი. იაფი ღვინოები ვახსენეთ ჩვენ, აი ჩილე, არგენტინა, ხო? აი ქართულ ღვინოს როგორ შეუძლია იაფად დაიმკვიდროს თავი, ასე ვთქვათ, იაფი არ არის, ხო, ქართული ღვინოს? იაფი არ არის პრობლემაა რეალური ესე გამო. მე ვფიქრობ, რომ ქართული ღვინო უფრო რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი როგორ მიუდგები საერთოდ შენს თავს როგორ პოზიცირებას გაუკეთებ რომელიმე ბაზარზე პირობითად ავსტრალიამ ძალიან იაფად მოახდინა თავის დამკვიდრება სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისად მას ასოციაცია გაუჩნდა რომ ეს უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის იაფი როცა ახალმა ზელანდიამ უფრო პატარა ვენახებით უფრო მაღალი ხარისხიანი პროდუქტით თავის საკმაოდ ძვირიან და ახლა ყველაზე ძვირიან სეგმენტში პოზიცირებულ ქვეყანას წარმოადგენს ან უნდა იყოს იაფი ან უნდა შექმნა შენი თავი რეალურად მე ვფიქრობ იმიტომ რომ ახალი ზელანდიური ღვინოც ახალი ფენომენია ანუ არ არის ძალიან სკეპტიკური მე ვფიქრობ რომ ძალიან სკეპტიკურად არ უნდა შევხედოთ სიტუაციას ოპტიმისტურადაც შეიძლება შევხედოთ სიტუაციას გამოწვევა დიდია ძნელია რომ საქართველოს არ იცნობენ საერთოდ როგორც ქვეყანას ახალი ზელანდიისგან განსხვავებით მე მგონი ჩვენ ერთ-ერთი ეს დიდი პრობლემა გვაქვს მაგრამ ეს ყველაფერი შექმნადია მთავარია სწორად და მიზნობრივ ბაზრებზე ვიმუშაოთ ანუ შეიძლება მთელ მსოფლიოს ვერ მოვედოთ და ვერ მოვედებით მაგრამ წარმატების მაგალითებს თუ აჩვენებთ რამდენიმე მიზნობრივ ბაზარზე მე ვფიქრობ რომ ეს მე გადაედება და გრძელვადიან პერსპექტივაში გავცელდება იმ პერიოდზე როდესაც დაწესდა ეს ემბარგო საქართველოს მიმართ და ქართული ღვინო ის რაც გადიოდა რუსეთში ახლა იძულებული გახდა ყველა რომ გაეტანა თქვა სხვა ბაზრებზე ხო როგორ ვითარ დინამიკა როგორი იყო საერთოდ ამ წლებში ძალიან რთული იყო პირველი წლები მინდა გითხრათ 2006-დან შემდეგ იმიტომ რომ ქართველები თვითონ არ ვიყავით გარკვეული რა გვინდოდა და ველოდით როდის გაიხსნება რუსული ბაზარი დაუბრუნდებით იმ სტანდარტულ წარსულ ცხოვრების რიტმს და არაფერი სხვა არ იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი. ნუ 2006-ის მერე გავიდა 1-2 წელი, მიხვდა ყველა რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, ამიტომ სხვა რაღაცებიც უნდა მოვუძებნოთ. ვინც ორგანიზება მოახერხა კარგად, ისინი სხვა ბაზრებზე დამკვიდრდნენ. ალტერნატიული ბაზრები ძირითადად ეს იყო უკრაინა, აზახეთი, ბელორუსი და ასე შემდეგ იქ სადაც მეტი პოტენციალი იყო ქართული ღვინის გაყიდვის და მინდა გითხრათ რომ რუსეთის პერიოდში რუსეთის 2006 წლამდე ამ ბაზრების იგნორირება ხდებოდა იმიტომ რომ ძირითადი რაოდენობა მიდიოდა რუსეთში გადიოდა 2006 წლამდე რუსეთში გადიოდა 90%-მდე ანუ ფაქტიურად ერთადერთი მყიდველი ყავდა ქართული ღვინის დღეს 40-მდე ბაზარზე გადის ქართული ღვინო სხვადასხვა რაოდენობით რა თქმა უნდა სხვადასხვა პროპორციით ყველაზე ველოდებით რომ რუსული ბაზრის გახსნის შემთხვევაში 25% გავა მხოლოდ რუსულ ბაზარზე. ანუ ამ ემბარგოს პოზიტიური შედეგი შეიძლება ითქვას არის ეს, რომ იძულებული გახდა. კი, იძულებული გახდა. თუ რამე პოზიტივზე შეიძლება ემბარგოს დროს ლაპარაკი, რომელსაც დიდი რა თქმა უნდა უარყოფითი შედეგები მოყვა, ეს პოზიტივი ნამდვილად არის. ალბათ რაღაც დონეზე გამოგვაფხიზლა და გვაჩვენა, რომ ერთ ბაზარზე ორიენტირებული არ უნდა იყოს. შესაბამისად შედეგებიც აგვაქვს, შედეგებიც დავინახეთ. თუმცა ძალიან ბევრია კიდევ წინ გასაკეთებელი მე არ ჩდება აქ საფრთხე ბატონო იმის რომ ეს 25% იქნება ზრდადი მუდმივად და ისევ თქვათ ხარისხის ხარჯზე და ასე შემდეგ მაგალითად ევროპაში უხარისხოს ვერ შეიტან მაგრამ 2006 წლამდე როგორც თავად რუსები ამბობდნენ უხარისხო ღვინო შედიოდა ძალიან მარტივად რუსულ ბაზარზე ახლაც იგივე მოხდეს ანუ ქართული ღვინის ხარისხი გაფუჭდეს მოდით მე ამისი არ მეშინია ესე ვთქვათ იმიტომ რომ არის რაღაც რისკები რომ შეიძლება რუსულმა ბაზარმა მიიზრდეს უფრო მეტი მოხდეს ფალსიფიცირება ამის ფაქტებიც იყო ამისი მეშინია ასე ვთქვათ დიახ ანუ ის რომ საქართველოსდან უხარისხო პროდუქტი გავა ამას გამოვრიცხავთ იმიტომ რომ ამას აბსოლუტურად გავაკონტროლებთ როგორც ხდება დღეს უფრო მეტი მკაცრი კონტროლი გვექნება ექსპორტისას აქედან გამომდინარე საქართველოსდან გამორიცხულია რომ უხარისხო ღვინო გავიდეს ჩვენ საკმაოდ კაცრი ხარისხის კონტროლის სისტემა გვაქვს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კაცრი მსოფლიოში იქიდან გამომდინარე რომ იყო პრობლემები იყო კითხვის ნიშნები ჩვენ ხარისხთან საქართველოს ეს სისტემა შემოიღო და დღეს ხორციელდება ალბათ რაღაც დახვეწა უნდა და ამას ღვინის ეროვნული სააგენტო გააკეთებს
რაც შეეხება იქ ადგილზე ფალსიფიკაციას, ამის დიდი რისკები არის, რა თქმა უნდა, შიში გვაქვს უпростоრად, თორე დანარჩენი ახლა საფუძველი ვნახოთ, გავაანალიზოთ. მე ვფიქრობ, რუსეთით შეცვლილია რაღაც 2006 წლის შემდეგ, ანუ იქაც ისიც უფრო განვითარდა, ხო? იქაც მომხმარებელს უფრო მეტი პრეტენზია გაუჩნდა, მომხმარებელიც განვითარდა, რაღაც პალიტრაც შეეცვალა რაღაც დონეზე, ანუ ისიც უკვე პრეტენზიული გახდება უფრო მეტად და შესაბამისად განასხვავებს და სხვა ტიპის ღვინოს ელემენტარულად ვთქვათ, საფრთხე რა თქმა უნდა არის, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ რუსი მომხმარებელიც, როგორც ყველა ქვეყანა დავუშვათ, თანდათან ხდება კონცენტრაცია საცალო ვაჭრობის დიდ ქსელებში, ეს არის საერთაშორისო ბრენდები შანი, კარფური და ასე შემდეგ, როგორც საქართველოშიც, რუსეთში ეს კიდევ უფრო განვითარებულია, მოდით ამის ილუზია არ გქონდეს, ასეთი ქსელები ფალსიფიციური პროდუქციასთან ხობას არასოდეს არ იქნებიან თანახმა, ანუ იმ დიდ პრესტიჟულ არხებში ქართული ღვინო გამოჩნდება მხოლოდ ორიგინალი. რაც შეეხება ესეთ ტრადიციულ ბაზარს რო ეძახიან, ხო, პატარა გასტრონომიული მაღაზიები და ასე შემდეგ, აქ არის რისკი. საბრძოლია, სამუშაოა, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი გზა არის ის, რომ სწორი კომუნიკაცია გქონდეს რუსმა რეგულირებელებთან და იმათი მხრიდან იყოს ადეკვატური რაღაც გაგება, რომ ეს არავის ინტერესია, რომ მასიური სახე მიიღოს ქართული ღვინის ფალსიფიცირება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ მათ დაგვიჭირა მხარი, დაგვეხმარონ იმაში, რომ გამოვავლინოთ ერთად ფაქტები და ამ ფაქტებს ადეკვატური რეაგირება მოხდეს. ნუ ესენი ჩვენ რომელზეც საუბარი გვაქვს, არის კერძო კომპანიები ღვინის, თქვენ საუბრობთ, რომ აი ვთქვათ, უნდა მოხდეს უფრო მეტი რეკლამირება, ადგილის დამკვიდრება და ამ სახელმწიფოს რა როლი აქვს? სახელმწიფოს აქვს უდიდესი როლი, ფაქტიურად და ჩავთვალოთ, რომ არც ერთ ქვეყანას თავისი ღვინო არის ძალიან სენსიტიური დარგი ყველა ქვეყანაში და ყველაზე წარმატებული ღვინის ქვეყნებიც კი დღემდე ეხმარებიან თავიანთ წარმოებლებს. ანუ წარმოიდგინეთ ფრანგები, რომელსაც უძლიერესი ღვინის ინდუსტრია, ყველაზე ძლიერი მსოფლიოში ან იტალიელები ყველა გამოფენაზე სახელმწიფო ეხმარება მწარმოებლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის. ანუ ფულს სახელმწიფო არ იშურებს და ხარჯავს. ანუ ხანდახან ღვინო ცოტა მეტია ვიდრე უბრალოდ ბიზნესი და პირადი გამოწვევის თემაა. ბევრი ქვეყნისთვის, ამიტომ ღვინოს სახელმწიფო ხშირად ეხმარება რაღაც თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების გარკვეული იგნორირების ხარჯზეც კი, უღელოყოლყოფის ხარჯზეც კი. ამიტომ სახელმწიფო მთავარი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს შემთხვევაშიც. არსებობს ბოლო წლებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა. მე ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა, როგორც ანუ რაღაც ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს გათვალისწინებული აქვს. ქართული კომპანიებიც მზად არიან, რომ უფრო ორგანიზებული იყონ, თვითონაც გააერთიანონ თავიანთი რესურსები ბაზრებზე ცნობადობის ამაღლებისათვის და ღვინის დამკვიდრებისათვის. ამიტომ მე ერთადერთი აზრი სწორი ქმედება მიმაჩნია იმ, რომ სწორი გზა ის არის, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებთან ერთად დარგთან ერთად გააკეთოს მარკეტინგული მთლიანად სტრატეგიის გეგმის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტური იქნება და მიზნეური ბაზარზე ამ ღონისძიებების გეგმიურად და რაღაც თანმიმდევრულად განხორციელება. იმიტომ რომ აქამდე რაც ხდებოდა, ეს იყო ფაქტობრივად ფრაგმენტული. დავუშვათ, გაგვეხსენდა რომ ამერიკა კარგია, მივდივართ ვაკეთებთ რაღაც გამოფენას, მე 2-3 წელი აღარ გვახსენდება რომ ამერიკაში რაღაც გავაკეთეთ, ის რა თქმა უნდა წყალში იყრება. ანუ ჩვენ ვერ გავწვევით მსოფლიოს, მაგრამ მიზნობრივ ბაზრებზე უნდა ვიყოთ პერმანენტულად რაღაც აქტიური წარმოდგენა. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და მე მინდა შევაჯამოთ აი ეს გამოწვევები. მოდით აი პუნქტებად თუ შეგიძლიათ გითხრათ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართულმა ღვინომ აი ეს ამ ახალ ბაზრებზე დაიმკვიდროს თავის თავი. აი ჩინეთის ბაზარი ახსენეთ თქვენ. კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენ მარკეტინგულ ღონისძიებებში. მარკეტინგული ღონისძიება არ ნიშნავს რაღაც ერთი ტიპის რეკლამირებას და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს კომპლექსურ ღონისძიებებს, ღონისძიებათა რაღაც პაკეტს, ეს არის სწორად დაგეგმა, სწორად პოზიცირება, სწორად დამიზნება იმ მიზნობრივ აუდიტორიას, სწორი გეოგრაფიული შერჩევა, სწორი ღონისძიებები ამ გეოგრაფიის მიხედვით, დავუშვათ იგივე გამოფენებში მონაწილეობის მიღება, მედია მხარდაჭერა, ღვინის მედია, ვაინრაიტერების ხშირი ვიზიტი, სწორი ინფორმირება, სწორი ბრენდინგიც მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ მანდიდან მოდის, ანუ ჩვენ ვინ ვართ, რას ვეუბნებით მსოფლიოს, ვეუბნებით იმას, რომ ჩვენ ვართ ღვინის ყველაზე ძველი ქვეყანა, თუ ჩვენ ვართ ახალი ქვეყანა, იმიტომ რომ ბევრი რამე ახალი გვაქვს გასაკეთებელი, თუ სიძველეს და სიახლის რაღაც სინთეზია და ასე შემდეგ. ან როგორც სხვადასხვა ბაზარი შეიძლება მის მესიჯი სხვადასხვანაირი იყოს, იმის გათვალისწინებით რა უფრო ეფექტურია იმ ბაზარზე, რა უფრო მუშაობს. ხო, ანუ აი ესეთი რაღაც გეგმების ჩამოყალიბება საჭირო და ამისთვის აი ეს არის ფაქტობრივად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენს წინ რაც დგას. ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო გააკეთებს მარკეტინგულ საბჭოს, დღე-დღეზე ეს ფაქტობრივად შედგება. აქ უნდა იყოს ყველას ჩართულობა. არ შეიძლება რომ სახელმწიფო გადაწყვიტოს, რომ მოდი მე ასე მიმაჩნია სწორად მარკეტინგის დაგეგმა და ის განხორციელდეს. ყველაზე მეტად ეს იცის მეწარმემ, ეს იცის ბიზნესმა.
მაგრამ სახელმწიფოს აქვს ფული. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ეს სახელმწიფო შეიძლება ქონდეს ხედვა, თავისი რესურსით, მაგრამ გაითვალისწინოს ბიზნესის აზრით და ერთობლივი ქმედებით შეიძლება იყოს მხოლოდ ეფექტიანი და შედეგიანი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში საგარეო პოლიტიკურ ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. საქართველო და მსოფლიო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, კავკასია და საქართველოს მეზობლები, ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა და კონფლიქტები, საგარეო ურთიერთობები, მთავარ მოკავშირეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ანალიზი და კომპეტენტური სტუმრები, ჩვენი თანამემამულეების საქართველოს ფარგლებს გარეთ და დიასპორის საკითხები. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე რადიო იმედის ეთერში ვახო სანაიას გადაცემა საქართველო და მსოფლიო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უსმენთ გადაცემა საქართველო და მსოფლიოს და ამ ნაწილის სტუმარია ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე, ჩვენ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო თორნიკე, დიდი მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის. მოგესალმებით. ჩვენი საუბარი დავიწყოთ აგვისტოს ომის თემაზე, აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე. თქვენ დღეს ალბათ უსმინეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და თქვენი აზრით რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ის, რომ დაიწყება აგვისტოს ომის გამოძიება და ქართული მხარე ასე აყენებს უკვე საკითხს. აგვისტოს ომის გამოძიება საჭიროა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არსებობს უმომავლებელი შეკითხვა საზოგადოებაში. მეც ადამიანს, რომელიც ამ სფეროზე საერთაშორისო ურთიერთობების უსაფრთხოებაზე მუშაობ, მეც მაქვს შეკითხვები ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი რაღაცა რა თქმა უნდა ჯერ კიდევ დამალული. ეს აიხსნება იმითაც, რომ ელემენტარულად ეს საქმე ეხება ელემენტარულად ეროვნულ უსაფრთხოებას და აქ ყველაფერს გახსნა უწესი არ ხდება ხოლმე, მაგრამ თავისთავად შეკითხვებზე არსებობს ისეთი, რომელსაც აუცილებლად უნდა გაიცეს პასუხი, რატომ ბოლოს რატომ ვერ ვიუმეთ კარგად. აი ამის ეს კითხვა არსებობს რა თქმა უნდა და ეს გამოსარკვევია, იმიტომ ჩვენ მქონდა უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტი 2008 წელს თუ არ ვცდები მიაღწია რაღაც მილიარდ ნახევარ ლარს. უზარმაზარი თანხა იყო მილიარდ ნახევარი ლარი. ნუ საძავით ეს ფული, რა მივიღეთ აქედან ჩვენ? რატომ ვერ იომა ჯარმა, რატომ არ აღმოჩნდა ჯარი მზად? ანუ მე რას ვამბობ, თუ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რომ შემოვიდა ეს ოსური ჯარი და ვესრულოთ და გავრისკოთ ომში ჩაბმა, მაშინ ხომ უნდა იყოს მზად ომისთვის. მაშინ რატო არის გათვლილი ის, რომ არ ჭირდება შენ ამ ომში ოცებნები ამდენი ტანკი და ჭირდება უფრო მეტად ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. აი ეს ყველაფერი შეკითხვები რა თქმა უნდა არსებობს, რა თქმა უნდა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ საქმე ისე იყო, რომ საქართველოს მთავრობა არ ვარაუდობდა რომ მოყვებოდა მას სრულმასშტაბიანი კონფლიქტი რუსეთთან, ეს კიდევ შეკითხვებს ბადებს. რატომ არ ვარაუდობდა, ვინ შეიყვანა ისინი შეცდომაში? ეს იყო თიბეტზე ჩვენი მხრიდან უიცობა თუ რა იყო? აი ეს ყველაფერი შეკითხვები რა თქმა უნდა არსებობს და მას პასუხი უნდა გაიცეს. მე აქ არ მინდა რომ წავიდეს სპეკულაცია იქითკენ წავიდეს რომ ჩვენ დავიწყეთ და ამის საფრთხე გაჩნდა უკვე რადგან რუსებმა დაითქვათ პრემიერ-მინისტრმა დღეს რა განაცხადა. ერთი ის რომ ფუნდამენტური საკითხია ეს ჩემი აზრით, როგორ დაიწყო ომი და ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა, ხო? პრემიერი საუბრობს გამოძიებაზე, გამოძიების აუცილებლობაზე და აქვე ამბობს თავის ვერსიას. რას ფიქრობთ ზოგადად ამ განცხადებაზე, რომელიც პრემიერმა გააკეთა? აქ ერთი რაღაცა ისე და ისე საფრთხილო რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება ჩვენ ისე თქვათ, მივცეთ საბუძველი რუსეთს რომ ომი დაიწყო საქართველომ. ამით დაძარალდება არა მხოლოდ ყოფილი მთავრობა დაძარალდება ამით ქართული სახელმწიფო, რადგანაც სახელმწიფო ფენომენია ასეთი, ის აგებს ხოლმე პასუხს თავის მთავრობის შეცდომებს. და ამიტომაც ჩვენი სახელმწიფო რა თქმა უნდა არ უნდა გადავაყოთ წინა მთავრობის შეცდომებს, რომელიც რა თქმა უნდა ამ წინა მთავრობას ჰქონდა. ამაზე არის საუბარი. მაგრამ ის რომ საჯარისო, აი მე ციტატას ვკითხო, საჯარისო ნაწილების დატყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვარი. ეს არის პრემიერის განცხადება. აი გასაგებია, მე მგონი კონტექსტი ამოღებული იქნა ძალიან კოხტად, დატრიალებული იქნა რუსული მასობრივი მედიის საშუალებების მიერ. აქ მე მგონი მას უნდა განევრცო ეს ყველაფერი და დაემატებინ რაღაცეები. კონკრეტულად ის რომ უკვე მიდიოდა სროლა ორმხრივი, სანამ ჩვენები ჩაებდნენ, სანამ ჩვენება შეუტიეს ცხინვალს, მიდიოდა ორმხრივი ინტენსიური სროლა. ამ ინტენსიურ სროლაში ცხადია ჩართული იყვნენ ოსური შერეღებული ფორმირებები და ალბათ რუსეთის სამშვიდობოებებიც.
და დღემდე როგორც მე მახსოვს ტალიანის კომისიაშიც დღეს გაურკვეველი უკვე შესული იყო სრულმასშტაბიანი დაწყებული იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა ჩვენ ტერიტორიაზე თუ არა მე მგონი იქაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტალიანის კომისიის დასკვნაში თუ როგორც მე მახსოვს აერვა მაგრამ ფაქტია უკვე სროლები მიდიოდა ანუ ჩვენი ჯარები ჩვენმა დაიწყეს ცხინვალზე მიიტანეს შეტევა რაც ალბათ არ იყო მაგრამ ეს სწორი ნაბიჯი ჩემი აზრით ჯობდა პიტაპირ როკის კვირებზე მიიტანა ალბათ შეტევა რა თქმა უნდა მაგრამ ეს მეორე საკითხია მაგრამ თვითონ უკვე სროლები მიდიოდა სხვა საქმეა რომ რუსული ის რომელი არმია იყო 50 ხო არმია შეიძლება შემოსული არ იყო შეიძლება იყო აი ეს საკითხავი არის მაგრამ სხვა ძალები რა თქმა უნდა თვითონ რუსული შეერეგული ფორმირებული რა თქმა უნდა ალბათ დიდი შანსია რუსულ სამშვიდობოებიც ალბათ როგორც ჩანს სროლებში იყვნენ ჩაბმული აი თქვენ თქვით რომ ძალიან კარგად და ოსტატურად იქნა ამოღებული რუსული მედია საშუალებებიდან თქვათ ეს კონტექსტი ხო და ამას მთელი დღის განმავლობაში დღეს ატრიალებთ ხოლმე ატრიალებენ ხედავთ იმის საფრთხეს რომ დასავლეთშიც ასე იყოს ეს აღქმული როდესაც პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს შემდეგ რუსული მედია საშუალებები საქართველოს აღიარა ომის დაწყება დასავლეთ მე მგონი დიდი ხანია დასკვნები გააკეთა მაგრამ დასავლეთი ტალიანის დასკვნას და დასავლეთში ჩაიარა ასე თქვა ამ საკითხმა იქ ამაზე შეთანხმდნენ მოგილაპარაკე ესე თქვა გაარკვიეს ყველაფერი თავიანთვის არ მგონი იქ ატყდეს რაღაცა ამ მსგავსი მაგრამ რუსეთში თქვა თქო უნდა ატყდება ნუ ფაქტია მაგრამ ამას მოყვება გაგრძელება ანუ თქვენ დღეს გიჭირთ თქვა რაში გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს მე მეჭირს არა გამორიცხოლიო საქართველოს თავრობამ დამატებითი გამარტება გააკეთოს ამაზე ალბათ შეიძლება ესეც მოხდეს აი ნახოთ დასავლეთში არ მგონი ამას მოხდეს დიდი აჟიოტაჟი მაგრამ ეხლა რუსები გამოიყენებენ მას ხადია ეხლა მას პრეზიდენტის დაკითხვის საკითხი დგება აქ თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს პრინციპში თეორიულად აქ არაფერი ტრაგიკული არის შეიძლება ეს მოხდეს ნამდვილად რადგან კითხვები ნამდვილად არსებობს პრეზიდენტმა ამას უნდა უპასუხოს ანუ თეორიულად ესე თქვა თამაში ცუდი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არაფერი არის კარგად გადავიდეთ სხვა საკითხებზე რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება და ასე ვიგე ოკუპირებულ ტერიტორიებს ოკუპაციის კანონზე მინდა გითხოთ თქვენი მოსაზრება რას ფიქრობთ ოკუპაციის კანონის შესახებ ეს კანონი არსებობს თავის დროზე მიღებული იქნა შეიძლება ემოციურადაც მაგრამ ეხლა როცა მედის საუბარი კანონის შესვლაზე გაასინჯვაზე მიუხედავად იმისა რომ კანონი მიღებული იქნა აშკარად ემოციურ ფონზე და სხვა შორის არაერთი ნაბიჯი იქნა გაადგმული ომის შემდეგ ემოციურ ფონზე რაც შეიძლება არ იყო ბოლომდე გამართლებული ნაშკარები იყო მიუხედავად ამისა ამ კანონთან მიმართებაში საჭიროა სიფრთხილე დგანს ისევ და ისევ თუ კი ჩვენ ეხლა დავაწესებთ მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას უკანონო გამოკვეთა საზღვრებს ცხინვალის მხრიდან თუ სოხუმის მხრიდან ამითი ჩვენ რაღაცნაირად განსხვავებას ვაკეთებთ იმ საზღვარსა და სხვა დანარჩენ საზღვარს შორის. აი ამ მხრივ არ საჭირო მუშაობა რომ მოძებნենք ისეთი მოდელი, რაღაც ისეთი ფორმულა რომ ჩვენ არ დავაყენოთ ეჭვის ქვეშ. საკანონმდებლო დონეზე მაინც არ დავაყენოთ ეჭვის ქვეშ, რომ ჩვენ ერთდროულად განვიხილოთ ჩვენ საზღვარს ფსოუსთანაც და სიტყვაზე, რავი, თითელხითანაც, ხო? აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომაც აქ საჭიროა სიფრთხილე. თუ ეხლა ჩვენ კანონს იმდენ ვიღებთ რომ ვიღაც რუსეთის ჩინოვნიკები ვინც შესულები არიან აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ისინი არ დაზარალდნენ, ამის მოგვარებას მეგონი შეიძლება სხვანაირად. ანუ თავარია რომ ჩვენ არ გავაჩინო პრეცედენტი ჩვენი თავისთვის ძალიან ცუდი რომ ჩვენ რაღაცნაირად ვანსხვავებთ იმ საზღვარს და არჩენ სხვა საზღვრისგან. და ეს არ ამგონია ღირდეს რუსეთის ჩინოვნიკების გამო. მათ შეიძლება სხვანაირად მოვაპარაკოთ ელემენტარულად, ხო? არის ამის ფორმები ალბათ. საკანონმდებლოში იმაში ხარ მე ვერ ჩავიხედე, მან და მე ცხლად იურისტი არა ვარ, მაგრამ მე მგონი რაღაც ფორმის მოძებნა შეიძლება. ბატონ თორნიკე, აი მოდით გადავიდეთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სხვა საკითხებზე, დავიწყოთ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენით რუსეთთან. თქვენ რა შეფასებას აძლევთ აი ამ ურთიერთობების განახლებას და ოდნავ მოგვიანებით შემდეგ კარასინის და აბაშიძის შეხვედრის ფორმატზე და ჟენევის ფორმატზეც კითხავთ. მოდით დავიწყოთ სავაჭრო ურთიერთობებზე, რა შეფასებას მისცემთ? სავაჭრო ურთიერთობები ჩვენ თუ არ ვიქნება რუსეთთან, რა თქმა უნდა, ეს მანდამენტს კარგი არის, ეს რაღაცნაირად არაბუნებრივია, შეიძლება პირდაპირ თქვათ. ჩვენთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ეს ბაზარი, ამ ბაზარზე შესვლას ცდილობს ყველა, განსაკუთრებით იგივე ევროპელები, გერმანიის ეკონომიკა არის დამოკიდებული საკმაოდ სერიოზულად რუსულ ბაზარზე მაგალითად. მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, ახლა ერთი უარყოფითი შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს. არ მიებას ჩვენი მეწარმე ისევ რუსულ ბაზარს, რომელიც არის არასტაბილური პოლიტიკურად და მეცნიერად რომ შეიძლება შენთვის ისევ დაიკეტოს ქართული მეწარმესთვის. ეს საფრთხე სამწუხაროდ მე მგონი არსებობს და მე ვისურვებდი რომ დაბრუნება მოხდეს ამ ბაზარზე ნელ-ნელა.
და ილუზიების გარეშე. როგორც მე ვიცი, მანდამაინც იგივე ჩვენი მეღვინეები არ ჩქარობენ მანდამაინც იქ დაბრუნებას, რადგან მანდ რისკები გაცნობიერებულებიათ, რაც ახლავს თან რუსულ ბაზარზე დაბრუნებას. მათ იპოვეს როგორც ჩანს ახალი ბაზრები, იგივე აღმოსავლეთ ევროპაში, იგივე უკრაინაში, იგივე შუა აზიაში მაგალითად ჩვენმა მეღვინეებმა და მათ არ უღირთ რომ მთელი თავიანთი ესე თქვათ ძალისხმევა ახლა გადაისროლონ ისევ რუსულ ბაზარზე. და ძალიან სწორიც არის. აი წინა ბლოკში ზუსტად ამაზე ქონდა ლაპარაკი ჩვენ სტუმართან, თუ კი 90% გადიოდა ქართული ღვინის ემბარგომდე, დღეს ვარაუდობენ რომ პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში 25%-ზე მეტი ალბათ ქართული ღვინის. ალბათ ძალიან კარგი იქნება ეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბაზარი შეიძლება მოგებიანი აღმოჩნდეს ვიდრე სიტყვაზე უკრაინული ბაზარი, მე მგონი მაინც სიფრთხილეა საჭირო და არ უნდა დაიწყონ ქართულმა მეღვინეებმა რომ მე მგონი არც ივიწყებენ რომ არსებობს სხვა ბაზრებიც ჩინეთში მაგალითად სიტყვაზე მარტო შანხაიში რო გავიდეთ ქართული ღვინო ძალიან ბევრს აითვისებს შანხაი მაგალითად ძალიან ბევრს აითვისებს პეკინი ჩინეთი უზარმაზარი ქვეყანა უზარმაზარი ბაზარია ასევე უამრავი ღვინის სმელია დარეგისტრირებული ჩინეთში უფრო მეტი მიგრანტი ვიდრე მოსახლეობა რუსეთში ანუ არ უნდა დავიწყოთ ჩვენ რომ აი არ შეიძლება მივებათ ერთ კონკრეტულ ბაზარს არასოდეს ეს მნიშვნელობა აქვს ეს რომც იყოს უფრო კარგი ქვეყანა ვიდრე რუსეთი იქაც კი სახიფათო სიტყვაზე იყოს კარგი ქვეყანა მაგალითად ну იგივე ჩინეთი დავუშვათ მივებეთ ჩინეთს შეიძლება ჩინეთში რაღაც ცუდი მოხდეს ხო დაიფაროს ჩინეთმა რაღაც ცუდი მოხდეს იყოს ეკონომიკური დეპრესია პოლიტიკური არასტაბილურობა და დაიც უცებ მოთხოვნება დაიცა შენ პროდუქციაზე და დარჩები უეცრად ბაზრის გარეშე. ანუ ერთადერთი გამოსავალი დივერსიფიკაცია. რა თქმა უნდა, ყველაფერში, იმიტომ რომ მსგავსი პრობლემა დაუდგათ ხოლმე მაგალითად ფინეთს. ფინეთი რომელიც მიმული იყო დაახლოებით 50-იან წლებიდან 80-იან წლების ბოლომდე, პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე რუსულ ბაზარს, საბჭოთა ბაზარს უფრო სწორედ, როცა მე დაინგრა საბჭოთა კავშირი, ფინეთი აღმოჩნდა უეცრად ბაზრის გარეშე და წლები დაჭირდა რომ გადაეწყო მე თავისი ექსპორტი. ამიტომ რაც არ უნდა დიდი ბაზარი იყოს, ეს არის ყოველთვის სახიფათო. არც ერთი ქვეყანა არც ერთი განვითარებული ქვეყანა არ არის ხოლმე მული ერთ ბაზარზე. ყოველთვის დივერსიფიცირებას ცდილობს ყველა ეს. ჩვეულებრივი ამბავია სრულიად და ეს ეხება რა თქმა უნდა ჩვენ სხვა პროდუქციასაც. თუმცა სხვა მანდა მაინც ბევრი გასატანი არ აქვს, უცნობ ცნობილია. კულტურულ ურთიერთობებზეც მინდა გითხოთ, დიდი დისკუსია და დავა გამოიწვია იმან რომ გაემგზავრა ერისიონი და კრემლის დარბაზში იცეკვა, ასევე ანსამბლი რუსთავი იმყოფებოდა რუსეთში და მე მგონი დღესაც იქ იმყოფება. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ საკითხს ზოგადად, რომელზეც დიდი დავა იყო საზოგადოებაში? მე პირადად მე მაგალითად არ მესიამონა პირადად ერისიონის ცეკვა კრემლში, მაგრამ თუ კი ეს წარდგება ქართულ საქმეს, ასე იყოს, მე მას არ ვწინააღმდეგებ, თუ კი წარდგება, ნახოთ, თუ არ წარდგება, ნუ მას შეცდომა იქნება დაშვებული, ეს უნდა ვაღიაროთ. როგორც ჩანს, ეხანდელი ქართული მთავრობაც მიიჩნევს, რომ ეს წარდგება ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ასე ვთქვათ, ყველაფერი მიდის აქეთკენ, რომ ჩვენ წავიდეთ, ვიცეკოთ, მაქსიმალურად ესე ვთქვათ, დავათმოთ ურთიერთობები ჩვენს რუსებს შორის. წავშალოთ ის მტრის ხატი, რომელიც არსებობს ურთიერთობებში, საქართველოსთვის მტერია, ეს რაღაცნაირად ესე ვთქვათ, მოშალოთ, წავშალოთ. აი როგორც შენს ამაზე მუშაობს ეს ყველაფერი. რამდენად იმუშავებს? აი ნახოთ. ნუ თუ გამოვიდა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მე მაგათ არ მომეწონა რა თქმა უნდა ეს ცეკვა კრემლში. მით უფრო არ მომწონს მე რომ ჩამოდიან ხოლმე და მოცეკვავები, მომღერლები, მსახიობები მსჯელობენ პოლიტიკაზე, გვასწავლიან ყველა ჭკუას, როგორ უნდა მოვიქცეთ რუსეთთან. ეს მათი საქმე არის. მათი საქმე არის სიმღერა და ცეკვა. თუ დაავალა სიმღერა და ცეკვა მათ მთავრობამ იცეკონ და იმღერონ, მაგრამ ნუ ვერებიან იმ საქმეში, რაც მათ არ ეკითხებათ. ეხლა სიტყვაზე მუსიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მღერე, იმიტომ რომ ხმარ მივარგა, ხო, ბოლოს და ბოლოს. და ისინიც ნუ ვერებიან ხოლმე ამ საქმეში, თავის საქმეში ასე შეეკიდა. კაი ცეკვა იციან, კაი სიმღერა იმღერონ და იცეკონ, ეხლა რა ჯობია ამას, მაგრამ არ ვარ როცა ყველა გარიგებს ჭკუას მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, გარიგებს ჭკუას პოლიტიკაზე, რა უნდა ქნა რუსეთთან. მით უმეტეს გაადიან ხოლმე სენტიმენტალებში, რომ ვაიმე ჩვენი ძმები არიან, ჩვენი დები არიან, ვიტიროთ, დაუჩოქოთ, პატიება ვთხოვოთ. ჩვენ საპატიებელი არაფერი არ გვჭირს, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ერთი საკითხის შეფასება მინდა გთხოვოთ, სანამ რეკლამაზე გავალ და აქვე ეს კულტურულ ურთიერთობებს ამოვწურავდით. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერების მხრიდან იყო ძალიან დიდი კრიტიკა ერისიონის მისამართი და ასე შემდეგ, მაგრამ შეიქმნა გარკვეული უხერხულობა ცოტა ხნის წინ, როდესაც გრიგოლ ვაშაძის წერილი გამოქვეყნდა, ცნობილი ალბათ ეს, როდესაც ის იყო კულტურის მინისტრი და წერდა თავის რუს კოლეგას, რომ მზად არის ომიდან რამდენიმე თვეში ხდებოდა ეს, მზად არის. არც ეს წერილი არ მომეწონა, სიტყვაზე, თუ მართლაპია, როგორ შას მართლაპირე და ვაშაძე ამას, არც ეს არ მომეწონა მაგალითად. მე ჩემი პიროვნული მიდგომაა. თუმცა ისე და ისე, თუ ვაშაძე თვლიდა მაშინ, ის თავრობა თვლიდა, რომ ეს წარდგებოდა ქართულ საქმეს, ეს სხვა ამბავია.
აი წაადგება ქართულ საქმეს, აი მე რამდენად გაიმეორე, რას ნიშნავს, ანუ წაადგება ქართულ. ჩვენი მიზანი ახლა რა არის ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობების მხრივ? ჩვენი მიზანია რომ პირველი მოხსნათ ორხვივი დაძაბულობა და მოხსნათ ომის განახლების საფრთხე. მე მგონია ეს პრაქტიკულად მიღწეული ამ ეტაპზე. მეორე, წავშალოთ რუსეთში ქართული მტრის ხატი რაღაცნაირად. ესეც ემსახურება იმას, რომ ურთიერთობები დათბეს. მესამე, გამოიყენოთ რუსული ბაზარი, რომ ჩვენ განვითარდეთ. აი ეს სამი მიზანი შევასრულოთ. თუ ეს სამი მიზანი შევასრულეთ პრინციპში, მე ჩვენ შეგვიძლია უფრო მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენი განვითარება. ხომ არ იქნება მიიღებული ეს ყველაფერი, როგორც მესიჯი, რომ აი კი ქონდა ომი ქართველებთან, კი წავართვით ტერიტორიები, მაგრამ ისინი ეხლა მაინც გველაპარაკებიან, მაინც გვირიგდებიან მაინც, ისინი გვირიგდებიან მაინც მესმის, მაგრამ თუ კი ჩვენ პარალელურად საქმით გავაგრძელებთ დაახლოებას ევროპასთან, ნატოსთან, გამოდის რომ ჩვენ მაინც არ ვეგუებით იმ შედეგებს, რაც დადგა ომის შემდეგ და ვესწრაფით ისევ და ისევ ჩვენს ისტორიულ მიზანს ევროპასთან ინტეგრაციას. აი ეს არის, ანუ მათთან ურთიერთობა დავალაგოთ, დავათბოთ, მთელი მსოფლიო ესე იქცევა რუსეთთან, რადგან ის სხვანაირი რთული მოთამაშე, ირაციონალური მოთამაშე, მთელი მსოფლიო ესე იქცევა. ჩვენც ეს უნდა მოვიქცეთ. მით უმეტეს რომ ჩვენს ქართველებს ცოტა ირაციონალურები ვართ, ახლა ეს ჩვენ გაათვიცით და მე მგონი მათთან საერთო ენის გამონახვა ამ მხრივ შეიძლება ესე თქვა, თუ მოვინდობთ. ოღონდ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ეროვნული ინტერესი არ უნდა დავივიწყოთ. ახლა თავს მოვიტყუება თქვენ უნდა არც ისინი არ დავიწყებენ თავიანთ ეროვნულ ინტერესს რუსეთი. ამ დიალოგის დროს ჩვენთან, მაგრამ ჩვენ მით უმეტეს არ უნდა დავივიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი უფრო ესე თქვა ფაგიზია და უფრო მოვლა უნდა ვიდრე რუსული ეროვნული ინტერესი. ისინი დიდები არიან უფრო. ახლა რეკლამაა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და სხვა საკითხებს შევეხებთ. საქართველოს და მსოფლიო ვახო სანაიასთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უსმენთ გადაცემა საქართველოს და მსოფლიოს, ჩვენ საუბრობთ საგარეო პოლიტიკის შესახებ და ჩვენი სტუმარია ჯიბას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე. ბატონ თორნიკე, მოდით ვისაუბროთ კარასინის და აბაშიძის შეხვედრის ფორმატზე. არსებობს კიდევ ერთი ფორმატი, ეს არის ჟენევის ფორმატი. გამოითქმის მოსაზრებები, რომ შეიძლება აბაშიძის და კარასინის ამ შეხვედრებმა და ფორმატმა ჭრილი მიაყენოს ჟენევის ფორმატს და მისი ფუნქციის დაქვეითება გამოიწვიოს საერთოდ საბოლოო ჯამში. იზიარებ თუ არა ამ მოსაზრებას? არა, როგორც დრომაჩვენა ეს ასე არის ნამდვილად. მიდის ჟენევაში შეხვედრები ძველი ფორმატით არანაკლებ თქვათ საინტერესო და თურთულად, როგორც მე ვიცი, წამოიჭრეთ მთელი რაღაც რიგი საკითხები ჟენევაში საუბარი მიდის. რაც შეეხება კარასინაბაშიძის, როგორც თქვენ იცით, გაიმართა შემდეგი რაუნდი პრაღაში, არა ჟენევაში, სპეციალურად როგორც ჩანს, ის იყო რაღაცნაირი ჟესტი იმისი, რომ არ განიხილავენ რუსებიც კარასინაბაშიძის შეხვედრებს როგორც ჟენევის ფორმატით რაღაცნაირად ჩამონაცვლებელს, მით უმეტეს რაღაც ალტერნატივას. რომ ეს ასე არ ხდება ნამდვილად, განიხილავს საკითხებია, უფრო განიხილება კარასინაბაშიძის შეხვედრებზე ომხრივი ურთიერთობის დარეგულირება, ხოლო ჟენევაში მიდის საუბარი სხვა საკითხებზე, როგორც არის კონფლიქტური ზონები, რუსები ითხოვენ, როგორც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ხელი მოვაწეროთ ცეცხლის განუახლებლობაზე შეთანხმებას აფხაზებთან, ოსებთან, იქ არიან ასე დასავლეთის წარმომადგენლები, ასე რომ აქ ორი სხვა მიმართულებაა და ამიტომაც მე მგონი თვითონ არ უნდა იყოს მანდ თვითონ რუსების ინტერესებშიც, რომ ესე ვთქვათ, ბოლომდე მოკლან ჟენევის ფორმატში მათ აქვთ საშუალებას ახლა საკითხები დააყენონ. საქართველოს დაუპირისპირონ თუნდაც ოსები და აფხაზები. ამიტომაც მე მგონი ამის მათ უნდათ რომ არსებობდეს ორივე ფორმატი. აი კარასინი-აბაშიძის ფორმატის ხანგრძლივობა რამდენად შორს მიმავალი იქნება და შევა თუ არა ეს ფორმატი სულ მალე ჩიხში. ჩვენ ვიცით რომ საუბარი მიდის იმ საკითხებზე, სადაც პრინციპში მოლაპარაკებები შეიძლება, მაგალითად სატრანსპორტო ურთიერთობაზე, სავაჭრო ურთიერთობაზე, კულტურულ ურთიერთობაზე და არ ეხებიან იმ საკითხებს, რომელიც არის პრობლემური და სადაც აუცილებლად იქნება, ასე ვთქვათ, ინტერესთა შეჯახება. შევა თუ არა მალე თქვენი აზრით ეს ყველაფერი ჩიხში და რა იქნება შემდეგ? ჯერჯერობით ალბათ არ შევა, რადგან ჯერჯერობით არ ჩქარობს არც თი მხარე, მათ შორისაც რუსული მხარე, რომ მოვლენები რაღაცნაირად მოვლენების ფორსირება მოხდეს, მე მგონი ადამიანს არ ჩქარობენ, ისინი უყურებენ ყველაფერს რეალისტურად. ისინი თვლიან ამავე დროს, რომ მათ არ ეჩქარებათ არსად, რომაც ემუშაოს ლაპარაკებას რუსეთზე. ისინი თვლიან, რომ ამ ეტაპზე შეფერხებული, შეჩერებული საქართველოს ინტეგრაცია ნატოში და ევროკავშირში, ამიტომაც მათ არ ეჩქარებათ არსად, არანაირი საფრთხე არ უდგათ. და მათ აწყობთ, რომ საქართველოს დაუახლოვდნენ ნელ-ნელა მოახვიონ თავს საქართველოს თავიანთი პოლიტიკური ნება და ასე შემდეგ. ამიტომაც არ მგონია, რომ მათ ჯერ-ერთი რომ ფორმატი მოკლან, იმითი რომ ძალიან ზემეთი მოინდომოდა შეიყვანონ ამითი დიალოგი ჩიხში, ეს ერთი
და მეორეც ისევ და ისევ მათ არ უნდათ ფორსირება საკითხების, რადგანაც ეს რა თქმა უნდა შექმნის იმის საფრთხეს, რომ ქართველებმა ელემენტარულად შეიძლება ქართველ მხარეს შეიძლება დაშინდეს, ქართულ მხარეს შეიძლება ჩავცვალოთ ჩვენ რაღაცებს რუსები ძალიან ბევრს მოითხოვენ, ამიტომაც მე მგონი ისინი ყველაფერს აკეთებენ ძალიან ნელა გეგმაზომიერად. ჩვენი მხრივ რა თქმა უნდა ყველაფერი რომ წავიყოფთ იქითკენ რომ კი დათქვეს ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ინტერესები არ დავივიწყოთ და გავაგრძელოთ მუშაობა ისევ და ისევ დასავლეთთან ძალიან ინტენსიურად. აი თავრობის ოპონენტები რასაც ხედავენ ყველაზე დიდ საფრთხეს. როდესაც საქართველოს საკითხზე მიდის საერთაშორისო არენაზე ლაპარაკი, საქართველოს ყავს მხარდამჭერები ამ საკითხში დასავლეთში და საქართველო მარტო არ არის. თუ კი ასეთი დიალოგები გაიმართება, ეს გაგრძელდება ყველაფერი ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ ამ პარტნიორებმა ჩათვალონ, რომ საქართველოს არ ჭირდება ახლა ამ საკითხში ჩვენი რაღაც ზედმეტი მხარდაჭერა და ასე შემდეგ და საქართველო და რუსეთი ერთმანეთში არ ყვევენ ამ ურთიერთობას და ჩვენ აქ საჭირო აღარა ვართ. არა, საქართველოს ყავს მეგობრები იგივე ამერიკის სახით. ეს მეგობრები მას არ მიატოვებენ, თუნდაც იმიტომ რომ ამ მეგობრებს ჩვენთან აქვს სერიოზული დაინტერესება ჩვენი რეგიონი, თუნდაც ამიტომ სხვა თუ არაფერი არ მიატოვებენ საქართველოს, ამიტომაც შეარჩუნდება იგივე ჟენევის ფორმატი, შეარჩუნდება მათი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მეგობრებს, მათ შორის ამერიკასაც აწყობს, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა რაღაცნაირად მაინც დავალაგოთ, რომ ესე ვთქვათ, აღარ შეუქმნან ჩვენ მათ იმდენი თავსატეხი, როგორც შეუქმნით სიტყვაზე 2008 წელს, ფლატბოლობდა ჩვენი ბრალი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ მაინც ისინი თვლიან როგორც ჩანს, რომ ჩვენ შევეძლო უფრო გვემოქმედა უფრო შვიდად და რაღაცნაირად უფრო წინახედულად. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მათ აწყობთ, რომ ჩვენ ვიყოთ ნაკლებად პრობლემატური პარტნიორი მათთვის და მიესალმებიან სწორედ ამის გამო ჩვენი ურთიერთობის დარეგულირებას რაღაც დონეზე მაინც რუსეთთან. აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე იყო საუბრები. თქვენი აზრით რატო წამოიჭრა ეს საკითხი საერთოდ და რამდენად აქვს პერსპექტივა, რომ ეს რკინიგზის აღდგენა მოხდეს და რამდენად შედის ეს საქართველოს ინტერესებში? რამდენად შედის ეს ჩვენი ინტერესებში, ეს საკმაოდ რთული საკითხია. ეს იდეა, ეს ინიციატივა ადგება პირველად დღის ეს რიგში, მინდა გითხრათ, მე მახსოვს 2003 წელს გავეცანი ამ იდეას, უკვე მასზე სერიოზული მუშაობა მიდიოდა, დაწყებული იყო რამდენიმე წლით ადრე, ანუ დაიწყო მუშაობა ამაზე ალბათ ახლობით 90-იანი წლების ბოლოს, ჩემი როგორც მე ვიცი. და ყოველ ისე თქვათ, ყოველ ჯერზე, როცა მიდიოდა ამ საკითხის შესწავლა, ყოველთვის ჩვენი მთავრობა, სპეციალისტები, ექსპერტები ყველანი ასკვნიდნენ, რომ ეს საკმაოდ სახიფათო წამოწყება იქნება ჩვენთვის და არ ღირს ამის გაკეთება. ეხლაც ეს იდეა კიდევ ერთხელ გაჟღერდა და მე ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ მოუწოდებ ყველას, ვისაც მოეკითხება ამ მხრივ, ისე თქვათ, ვისაც გააჩნია შესაბამისი ბერკეტები, ეს ამოქმედებს აქციოს რეალობად, რომ საჭირო აქვს მეტი სიფრთხილე, მინდა მოუწოდო აქეთკენ, რადგანაც კი ერთი მხრივ ეს ალბათ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ამას მოყვება რამდენიმე უარყოფითი ეფექტი და ამაზე საფიქრალია ძალიან სერიოზულად. იგივე ჩვენი ურთიერთობები აზერბაიჯანთან, თურქეთთან შეიძლება დადგეს გარკვეული კითხვის ნისვის ქვეშ. ამერიკის ამოქმედებასთან ერთად ეს ერთი მეორე არ არსებობს არ ჩანს გარანტია რომ ამერიკის გახსნა ჩვენ რაღაცნაირად დაგვიბრუნებს აფხაზებს ამის გარანტია ჯერჯერობით არ ჩანს და აქ კვლევა შესაძლებელი ალბათ რამდენად იმოქმედებს კარგად თუ ცუდად ამ ხრივ უნდა გავიგოთ გავერკვიოთ გარდა ამისა ეს რკინიგზა რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება ქართულ აფხაზური მონაკვეთით ეს რომ იყოს ალბათ მაშინ კარგი იქნება ნამდვილად ქართულ აფხაზური მისლო-მოსლო მაგრამ ამას მოყვება რუსეთის გასვლა სომხეთზე მათ შორის სამხედრო ბაზებზე არა გამორიცხული უსადი გავიდეს ამის მეშვეობით ირანზეც და მთელი ფაქტორებია და აქ სიფრთხილე საჭირო შეიძლება საბოლოო ჯამში თუ შევისწავლოთ ახლებურად და შეხოთ ამას კარგად ამოშეც რომ დადებითი უფრო მეტია მაგრამ მოდი ჯერ გაჩევისწავლოთ და ვნახოთ რომ თუ მეტი დადებითი მე ვიფიქროთ ამის გახსნაზე იმიტომ რომ რამდენჯერ ხდებოდა ხოლმე ამის შესწავლა ადრე ეს იყო არა მხოლოდ სააკაშვილის დროს ასევე შევრანის დროსაც მინერალ ხაზი გაუსვა ყოველთვის ჩვენ ვიჩენთ ხოლმე სიფრთხილეს და თავს ვიკავებდით ამ ნაბიჯის გაკეთებისგან. ყოველთვის ესე იყო ხოლმე და თუ ეხლა შეიცვალა რამე რაღაცნაირად რეგიონში რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, ღირდეს ამ გაკეთება ამისი, ეს უნდა შევისწავლოთ. თუ არა, მე მგონი, კვლავ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ჩვენ ცოტა დრო გვჭება და კიდევ რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო საკითხს, რომელიც საგარეო არენიდან გაისმა, მაგრამ შიდა პოლიტიკასთან არის რაღაცნაირად გადახლართული ევროპარლამენტარების წერილზე, რომელიც მათ მოსწერეს ბიძინა ივანიშვილს და წერილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ
მიწერეს ევროპარლამენტარებს. რას ფიქრობთ ამ მიმოწერის შესახებ? რამდენად იზიარებთ იმ პათოსს და სულისკვეთებას, რაც იყო ევროპარლამენტარების წერილში, რა არის ყურადსაღები თქვენთვის, ან რა უნდა იყოს მთავრობისთვის ყურადსაღები? ევროპარლამენტარების წერილში პრინციპში ჩამოთვლილი იყო ზოგადად მიმართულებით, რომელიც ჭირდება საქართველოს, რომ გახდეს საქართველოს უფრო მეტად დემოკრატიული სახელმწიფო, ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება და იმ წერილში, რომელიც გაიგზავნა აქედან, საუბარი იყო იმაზე, რომ კრიტიკა ამ მთავრობის მისამართით, არც ის სამართლიანად განს წინამთავრობა ძალიან ბევრი ცოდვა ჰქონდა. ასე რომ მე მგონი ცოტა ასთენი იყო ასე წერილები ერთმანეთისგან, შეიძლება ითქვას გარკვეულწილად, თუმცა ერთი რამ გასაგები იყო ჩვენთვის. ჩვენ მთავრობას, ახალ მთავრობას აქვს ეს არგუმენტი, რომ კრიტიკა ზემეტია, რომელიც მათ ესმით, რადგან წინამთავრობას ჰქონდა ძალიან ბევრი ცოდვა და რადგანაც არსებობს საქართველოს მოსახლეობაში ხალხის ფენა, რომელიც გამწარებულია წინამთავრობიდან და ელემენტარულად სხვა თუ არაფერი ამ ხალხის ფენას ამ მთავრობამ უნდა გაუწიოს ანგარიში და ამიტომაც შეუძლებელია ამ ეტაპზე მაინც რომ ამ მთავრობამ დაანებოს თავი ეტუდებულ სამართლიანობის აღდგენას, ეს იკითხებოდა ამ წერილში და შესაბამისად არ უნდა იცავდეს ევროპის სახალხო პარტია წინამთავრობას და მათი მხრიდან ნათქვამი იყო, კაი, ეს გავიგეთ, მაგრამ მეორეს მხრივ დემოკრატიას აი ეს და ეს ჭირდებათ და ეს გააკეთეთ. ჩემი პოზიცია ესეთია. საქართველოს ინტერესებში არის, რომ ეხლა რაც არ უნდა ბევრი გამწარებული ხალხი იყოს წინამთავრობის ქმედებით, გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოს ინტერესებში არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს ის პროცესი, რაც ქვია სამართლიანობის აღდგენა და ახალმა მთავრობამ დაიწყოს ფიქრი უკვე იმაზე, რომ მას ჭირდება ოპოზიცია, მოსწონს თუ არ მოსწონს ეს სხვა ამბავი, მაგრამ ჯობია იყოს ოპოზიცია ყავდეს, ვიდრე არ ყავდეს. და ძალიან კარგად აჩვენა წინამთავრობის ესე თქვათ მოღვაწეობამ. ოპოზიცია პრაქტიკულად არ ყავდა და ამის გამო წააგო არჩევნები საკმაოდ მძიმედ. ამ მთავრობას ჭირდება ოპოზიცია თუნდაც ნაციონალური მოძრაობის სახით. ეს ერთი. თუნდაც იმიტომ რომ თვითონ არ მოდუნდეს შესვენები არ დაუშვოს, რომელიც დაუშვოს წინამთავრობამ. იმიტომაც ასევე რომ ეს ჭირდება ჩვენ რომ გქონდეს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯის კიდევ ერთი მიზეზი, ხო? აი ეს უნდა შეიგნოს, რა თქმა უნდა, ამ მთავრობამ და ასევე უნდა შეიგნოს ოპოზიცია ნაციონალურ მოძრაობამ, რომ იგი ეხლა ოპოზიციაა, აღარ არის მთავრობაში, მას დაჭირდება ძალიან ბევრი რამის გადაფასება და გადახალისება, მათ შორის თავისი რიგების, თავისი ისე თქვათ, გუნდის, თუნდაც რომ დარჩეს პოლიტიკაში ნამდვილად. რადგანაც თუ კი ნაციონალური მოძრაობა რაღაცებს არ გაიაზრებს ხელახლა, შეიძლება ელემენტარულად დაიშალოს ჩემი აზრით. მაგრამ მასში არიან ნორმალური სერიოზული ადამიანები, ვინც მეგონი ფიქრობენ ამ მიმართულებით, რომ საჭიროა ამ პარტიის ნაციონალური მოძრაობის გადახალისება და რაღაცების შეცდომების აღიარება და მე უკვე აი ამის შემდეგ პოლიტიკაში რაღაცნაირად. მაგალითად, აი იყო კიდევ ერთი წერილი, შვეიცარიის ელჩის წერილი, რომელიც იყო მხარდამჭერი ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯების და მისი მთავრობის. ამ წერილის შესახებ რას ფიქრობ და რატომ გაჩნდა აუცილებლობა, როდესაც ელჩი და ამას ჩვენ არა ვართ მიჩვეული. ხო, აი მეც გამიკვირდა ეს წერილი ნამდვილად, ეს წერილი მართლა გამიკვირდა, იმიტომ რომ მithumetes რომ ამ წერილში იყო ერთი მომენტი, როცა ელჩი ამბობდა, რომ მე ბოდიში ვიხდი თუ ოდესმე ჩავერი საქართველოს შიდა საქმეებში და მე ეს მართლა ითქვა ვერ გავიგე, ჯერ როდის ჩაერია შვეიცარიის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში, ან რატომ უნდა ჩარეულიყო, ან რა ბოდიშებს იხდიდა ვერ გავიგე. როგორც ჩანს, ამ ელჩს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა საქართველოს ახალ მთავრობასთან, სიმპათიები გამოხატა ამ წერილით. თუმცა მართლა ითქვა მე რაღაცნაირად აი მეხამუშა ამ წერილის ტონი, ძალიან რაღაც ბოდიშების მოხდა, ბოდიშების მოსახდელი მეგონი მას არაფერი არ აქვს არანაირად და აი ამიტომაც გამიკვირდა ეს ყველაფერი. და ბოლოს ბოდიში მოიხადო სიტყვაზე, მაგრამ რუსებმა მოიხადო ბოდიში რაღაცების გამო. შვეიცარიის ელჩი რატო იხდის ბოდიშს მე ვერ გავიგე. და ბოლოს შეკითხვა, სანამ დავასრულებ ჩვენ საუბარს, 19 აპრილზე მინდა გითხოთ და ნაციონალური მოძრაობის აქციაზე თქვენ თუ გაიგეთ, თქვათ, რატომ ტარდება ეს აქცია, თქვენი აზრით რა მესიჯია ეს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან? მესიჯის საკითხად არ ვიცი, მაგრამ მათი мотиваცია უნდა იყოს ალბათ ის, რომ გამოსცადონ საკუთარი ძალები ამ აქციით. ალბათ ეს არის ცითად, სხვა რა უნდა იყოს. რა მხარდამჭერების რაოდენობა, რამდენ კარგ ფორმაში არიან, ნახავენ როგორ იქნება რეაქცია ხელისუფლების. აი ამას ნახავენ, როგორ იქნება რეაქცია ხალხის, ჩვეულებრივი ხალხის, ვინც ფუჭაში გაივლის გამოივლის და ინახავს ამ მიტინგს, როგორ ჩანს, აი ეს ნახო, დატესტვა უნდა როგორ ჩანს, მე ესე მგონია. ნაცნობრობა სერიოზული პოლიტიკური ძალა რა თქმა უნდა, გამოცდილი პოლიტიკოსები და კომპლექტებული და მე მგონი რაღაცნაირად ბევრი რამის დატესტვას აპირებენ ახლა 19 აპრილს ამით. გასაგები, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. გადაცემა საქართველოს და მსოფლიო დღეს ამით დასრულებულია. მე ვახო სანაი ვარ. ნახვამდის.
საქართველო და მსოფლიო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, კავკასია და საქართველოს მეზობლები, ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა და კონფლიქტები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ანალიზი და კომპეტენტური სტუმრები, ჩვენი თანამემამულეების საქართველოს ფარგლებს გარეთ და დიასპორის საკითხები, ვახო სანაიას გადაცემა საქართველო და მსოფლიო.